მილიონობით ბავშვს ალბათ კი არა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად გაუფერა და ბავშვობა. საუბარი არის Walt Disney-ზე, რომელიც დღეს გახლავთ იუბილარი. კეთილი მეზღაპრე, საერთაშორისო მედია ყველაზე ხშირად მას სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს. Walt Disney წარმოგიდგენთ ეს სიტყვები ყველას გვახსოვს სხვათა შორის თითოეული ანიმაციის დაწყებისას. კი ბატონო, Walt Disney წარმოგიდგენთ, აი ასეთი ქართულ ენაზე არ გვესმოდა ხოლმე იმ დროს, მაგრამ ის რაიმე საშუალებაც იყო, მაშინ ვინჩიოდა გახმოვანება, სწავალი იყო, რომ რაიმე გამოსახულება გვენახა. კი ბატონო, ეს ნამდვილად ის ფრაზა არის, რომლის გაგონებაზეც ბედნიერების განთვალები არაერთხელ გაგბრწყინებია და ეკრანებთან მოკალათებულებს ჯადოსნურ სამყაროშიც ხშირად გვემოგზაურია. Walt Disney-ის ანიმაციამ ჩვენი ბავშვობა დაუვიწყარი გახადა, თუმცა მანამდე სანამ მას მსოფლიო გაიცნობდა, კეთილმა მეზღაპრემ საკმაოდ რთული გზა გაიარა. გაზეთების დამტარებლადაც მუშაობდა, ძღოლიც იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოსტალიონის ამპლუაც მოირგო. ანიმაციების სამყაროთი კი 19 წლის ასაკში დაინტერესდა. Disney-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ფიფქია და 7 ჯუჯა იყო. 1937 წელს ამ ნამუშევრისთვის ოსკარის რიგით მე-11 დაჯილდოების ცერემონიაზე კეთილმა მეზღაპრემ ყველასგან განსხვავებული ჯილდო, სპეციალური ოსკარიც კი მიიღო. პრიზი ფიფქიასა და 7 ჯუჯასაც გადაეცათ, თანაც შესაბამისი ზომებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიკი მაუსის პერსონაჟის შექმნის ინსპირაციად Walt Disney-ისთვის მისი ზაზუნა იქცა. გეტყვით იმასაც, რომ მიკი მაუსის გმირს თავდაპირველად თავად Disney-ი ახმოვანებდა. კეთილი მეზღაპრე 1966 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, ის 65 წლის იყო. Walt Disney ისტორიაში ყველაზე მეტი ოსკარის მფლობელია, სიცოცხლის მანძილზე მან კინოაკადემიის 22 ჯილდო და 59 ნომინაცია მოიპოვა. ადამიანი, რომელიც არის ყველასთვის დაუვიწყარი და ყველასთვის მან დაგვაჯერა, რომ უნდა ვიოცნებოთ და ეს ოცნებები აუცილებლად ასრულდება. მთელი მსოფლიოს ბავშვებს გაუფერა და ცხოვრება და არა მხოლოდ ბავშვებს, დღესაც მე თუ მაქვს ხოლმე საშუალება ძალიან ხშირად ვადევნებ თვალს. სასიამოვნოა, ნამდვილად გეთანხმებით. თან ანიმაცია ხო გარკვეულ კვალსაც ტოვებს ჩვენს შემდგომ უკვე დასრულებაშიც და იმ შემოქმედებამ, რასაც Walt Disney აკეთებდა, ჩაგვინერგა ალბათ ძალიან დიდი სიკეთე და სიყვარული და მეგობრობის განცდა ერთმანეთის მიმართ, რაც არის ხაზგასასმელი და მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე მულტიპლიკაციურ ფილმებს სამწუხაროდ რაღაცა ისე თითქოს ადრე უფრო რთული იყო ამ ყველაფრის გაკეთება და უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებდა. ძალისხმევას ნამდვილად საჭიროებდა. ახლა